ერს ათონის მთით გვეწვია, უხვი მადლის ცით მთოველი, გლოცავს ღმერთიც ივერიას ხატით დედის ღვთისმშობელი. დიახ, ჩემო ძვირფასებო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი ხატით ივერიისად წოდებულისად გლოცავს სრულიად საქართველოს. გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, ეს დღე გახლავთ ის, როდესაც ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი და დაბრძანებულია დღეს სიონში. ღვთისმშობლის მფარველობა და მადლი არ მოკლებოდეს თქვენ ოჯახებს. კვლავ და კვლავ უღრმესი მადლობა თქვენი თითოეული სიტყვისთვის, კომენტარისთვის და ნებისმიერი ფორმით გამოხმაურებისთვის, იმ სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის, რასაც გამოხატავთ ჩემი გადაცემის და ტელეკომპანია პლუსის მიმართ. ვაგრძელებთ სახარების განმარტების კითხვას, ჩემო ძვირფასებო, რომელიც ეხება თემას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება. ჩვენ გავჩერდით იმ ადგილას, სადაც განიხილებოდა ეს მუხლი. ანგელოზი შევიდა მასთან და უთხრა: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ვიდრე განმარტებას წავიკითხავდე, კიდევ და კიდევ გავიმეორებთ, რომ ავტორი მისი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი, ჩემი აქ მხოლოდ თარგმანია და დავიწყებ ისევ იმ ერთსტროფიანი ლექსით ჩვეულებისაებრ. ჩემი ყველაზე დაუძლეველი, სევდის, სალმობის საულმობელის, მალამო შენ ხარ მტერთამძლეველი, მარად ქალწული ღვთისა შობელი. ახალი ქმნილება ღვთის და ადამიანების სიხარულია. აი სწორედ ამიტომ იწყება ხარებით. გიხაროდენ. ამ სიტყვებით იწყება ახალი შესაქმის დრამა. ეს გახლავთ სულ პირველად გაშხერებული, როცა უკვე უდიდეს საიდუმლოს კრეცაბმელი გადაეხსნა. გაბრიელი მარიამს მიმადლებულს უწოდებს, რამე თუ ღვთის ტაძრის მსგავსად ზეციური სიწმინდის მიზეზით კეთილსურნელოვან სულიწმინდის ცხოველმყოფელ ნიჭებით ახსავსე იყო მისი სული. უმადლონი კი ისინი არიან, ვისი სულებიც დახშულნი არიან ღვთისათვის და მხოლოდ მიწიერისთვის არიან მისაწვდომელნი და ამიტომაც ყარან ცოდვის და სიკვდილის სუნად. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ვისთანაც არის უფალი, კურთხევაც იმასთან გახლავთ. ღმთის ადამიანისგან სიშორე წყევლის ტოლფასია, ხოლო ღვთის კაცთან სიახლოვე კი გახლავთ კურთხევა. რა თქმა უნდა, რომ ღმთის კაცთმოყვარებას მიხვდება ამ თემაზე გულისხმის მყოფელი. ღმერთი არასოდეს განეშორებოდა ადამიანს, თუ ეს უკანასკნელი თავად არ მიეტოვებდა მას. უფალი იესო ქრისტეს სოფელში შემოსვლა ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარებას ამტკიცებს და თუ კი ადამიანმა შექმნა სივრცე საკუთარ თავსა და ღმერთს შორის, აი ახლა ისევ ღმერთი უახლოვდება ადამიანს, რათა ამ სივრცის ზემოთ გაიდოს ხიდი. დედაკაცმა ქმნა უფსკრული ადამიანსა და ღმერთს შორის და აჰა, კვლავ დედაკაცი გაიდო ხიდად ამ უფსკრულზე. ევა პირველი ჩავარდა ცოდვაში და ისეც
ნათელ სამოთხეში, სადაც ყოველივეს უნდა შეეკრძალა იგი ცოდვისაგან. მარიამმა კი პირველმა ზლია ყველა საცდურს და ისიც იმ ბნელ გარემოში, სადაც ყოველივე ცოდვისკენ გიბიძგებს მოკვდავ არსებას. ამიტომაც იყო, რომ უნებისყოფო ევამ ქვეყნად თავის პირმშოთ ძმის მკვლელი კაენი შვა. მაშინ როცა მოსაგრე მარიამმა კაცობრიობას მოღვაწეთა ის მოღვაწე აჩუქა, რომელმაც არაწმინდა ევასგან მიღებული ძმის მკვლელი და ურჩი მოდგმა ცოდვიან სიბნელის და სიკვდილის საპყრობილედან გამოიყვანა და თავისუფლება მიანიჭა. მან კი იხილარა ის შეძრწუნდა მის სიტყვათაგან და ფიქრობდა თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს მისალმება. შეკთა როგორც ბავშვი. მარიამი გახლავთ ჭეშმარიტი ყრმა, უფალმა კი ბრძანა, თუ კი არ მოიქცევით და არ იქნებით ვითარცა ყრმა, ვერ შეხვალთ ცათასასუფეველში. ნებათა და მათი მღელვარების შემცველი ეს სოფელი მალე აბერებს ადამიანს. ჩვენი ყრმობის ასაკი ისედაც ფრიად ხან მოკლეა და დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მოკლდება და მალევე ეილება. რომელს შეუძლია კიდევ ერთხელ იქცეს ბავშვად? ღმრთის შიშნარევი მორჩილების მიზეზით მარიამი უბრალო სულის და სიწმინდის ფლობელი ყრმა იყო და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ასეთივე რჩებოდა და მართლაც არ შევიდა ნუ თუ ისიც საკუთარი ძის სასუფეველში, ვიდრე იგი ამ თემაზე იქადაგებდა? აჰა, ცათასასუფეველი თქვენ შორის არის. გვეუბნება ლუკა თავის სახარების მე-17 თავის 21 მუხლში და ამიტომაც იყო რომ ყრმის მსგავსადვე შეაძრწუნა ანგელოზის გამოცხადებამ. აზროვნებითაც ბავშვურად ჩაფიქრდა და თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს მისალმება. მასში არაფერია ხელოვნური, ნაძალადები და ნათამაშები, არამედ რაღაც ბავშვური, წმინდა, ნათელი და კეთილსულოვანი და დასაბამიდანვე ადამიანის შექმნის პროცესის დამსწრე და სამყაროს შესაქმნიდანვე ადამიანთა სულების პირდაპირ მხედველობის ძალით შემოსილი დიდებული გაბრიელიც ხედავდა ყოვლადწმინდა ქალწულის მღელვარე აზროვნებას იმაზე ცხადად, ვიდრე ჩვენ ვხედავთ ვინმე სხეულს და ამრიგად იხილარა მისი სულის შეძრწუნება, იჩქარა მისი შემდეგი ლმობიერი სიტყვებით დამშვიდება. ნუ გეშინია მარიამ, რამე თუ პოვე შენ მადლი ღვთის თვალში. ნუ გეშინია ყრმავ, ნუ გეშინია ასულო ღვთივ კურთხეულო, ნუ გეშინია მოკვდავთა შორის კურთხეულო, რამე თუ საღვთო კურთხევა შენით მიეცემა კაცობრიობა. ნუ გეშინია, რამე თუ შენ პოვე მადლი ღვთის თვალში. ღვთივსულიერ ანდრია კრიტელის სიტყვა დიდებულ მთავარ ანგელოზის აზრების განხილვისას. ასე განუმარტავს ხარებას ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს. ნუ შეგეშინდება მარიამ, შენ პოვე ღვთის თვალში მადლი იმგვარი, რომელიც არ შეუძენია სარას და არც კი შეუძნია რებეკას. შენ პოვე მადლი, რომლის ღირსი ვერც ანნა დიდებული და ვერც მისი მოწინააღმდეგე თენანა გახდა. რამე თუ თუმცა დედობის სიხარული განიცადეს, თუ უშვილონი დარჩნენ, მაინც დაკარგეს ქალწულება. შენ კი გახდები რა დედა საკუთარ ქალწულებას სამარადისოდ ხელუხლებლად და დაუზიანებლად შეინარჩუნებ, ასე რომ ნუ გეშინია, პოვე მადლი ღვთის თვალში, მადლი იმგვარი, რომელიც შენს გარდა სამარადისოდ ძეხორციელს არ შეუძენია. ეს გახლდათ ანდრია კრეტელის სიტყვა ხარების დღეს. ეს უკანასკნელი სიტყვები კი მოწმობენ ზოგიერთ იმ დასავლელი ღვთისმეტყველების წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებენ იმას, რომ უბიწო ჩასახვა იყო მართალ ანასი, თითქოს მარადის ქალწული თავად ადამის ცოდვის გარეშე არა მარტო ჩასახული იყოს, ასევე უბიწობით
შობილი იყოს კიდეც და თითქოს არც არანაირი პასუხისმგებლობა ამ ცოდვის მიმართ არ ეკისრებოდა. და თუ კი ეს მართლაც ასე იქნებოდა, რაში დასჭირდა მაშინ მთავარანგელოს იმის თქმა, რომ მადლი პოვე ღვთის თვალში? და თუ რაში დასჭირდა, ჩემო ძვირფასებო, ამას შემდეგ გადაცემაზე შევიტყობთ. ახლა კი კვლავ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებას ოღონდ უკვე ქრონოლოგიურად და დაწვრილებით და დეტალურად მივყვებით. მარიამმა ელისაბედის სახლში 3 თვე დაჰყო. ნეტარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ წმინდა ქალწულს ელისაბედი დედად მიაჩნდა, ამიტომაც როგორც კი ეხარა გაბრიელ მთავარანგელოზისაგან, მაშინვე მისკენ გაეშურა, რათა მოეკითხა და უფლისაგან მისთვის თქმული ეცნობებინა. საღმთო სიყვარულით გაატარა მარიამმა 3 თვე ელისაბედთან. ხოლო როცა ელისაბედის მშობიარობის ჟამი მოახლოვდა და თავისი ორსულობაც იგრძნო, მარიამი იოსების სახლში დაბრუნდა. წმინდა ქალწულმა იოსებს ანგელოზისგან ხარების შესახებ არაფერი ამცნო. დღეს ასე მოკლედ მოგიყევით ჩემო ძვირფასებო, შემდეგ გადაცემაში კი ვნახავთ რა მოხდა იოსებთან მიმართებაში, როდესაც გაიგებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ორსულობას. ახლა კი ვაგრძელებთ ანგელოზის ცხოვრების კითხვას. ღვთაებრივი სიყვარულით შემოქმედმა სიცოცხლე მიანიჭა გონიერ არსებებს, რომლებიც შეიცნობენ და სიყვარულითვე უპასუხებენ მას. ამ სიყვარულის პირველი ნაყოფი ანგელოზთა დასი იყო. მათ ღმერთმა მრავალი ნიჭი უბოძა და ზეციურ სასუფეველში დაასახლა. მიუხედავად ამისა, როგორც ქმნილება, ანგელოზი არ არის სრულყოფილი. ასეთია მხოლოდ უფალი ყოველი არსების შემოქმედი. ახლა კი ვაგრძელებთ პირველი ფსალმუნის განმარტებას. არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა. უღმრთო არის ყოველი უმადლო ადამიანი. გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა. ხოლო უსჯულო არის ადამიანი ცბიერი და მზაგვარი, ბოროტისაკენ წამქესებელი და მაცდუნებელი. უღმრთოთა ზრახვის ქვეშ იგულისხმება ასევე დემონებისაგან მიღებული ცოდვიანი ზრახვები, რომელთა ტკბობითაც ადამიანი ცოდვის ჩასადენად მზადყოფნას აჩვენებს. ესე იგი, დგება გზასა ცოდვილთასა და საბოლოოდ მიეცემა ცოდვიან ბნებებს, რაც ნიშნავს კიდეც ჯდომას საჯდომელსა უსჯულოთასა. წმინდაო ბასილი დიდი, იოანე ოქროპირო, ათანასე, თეოდორიტე, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის. ჩემო ძვირფასებო, დღეს ჩვენ ასევე წავიკითხავთ და დავიწყებთ კითხვას წმინდა ეფრემ ასურის სიტყვას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ქრისტეს მოყვარე ძმებო, ისმინეთ სიტყვა ჩვენი მეუფის იესო ქრისტეს მეორე და საშინელ მოსვლაზე. გავიხსენე ეს მრავალსაგოდებელი ჟამი და ძრწოლამ შემიბრყრო დიდი შიშისაგან, რადგან გულში განვიზრახავდი. რა მოხდება მაშინ? ვინ აღწერს ამას? რომელი ენა გამოთქვამს ამ სათქმელს? რომელი სმენა დაიტევს ამ სასმენელს? მაშინ მეუფეთა აღდგება მისი დიდების საყდრიდან,
გარდა მოვარათა ყოველი დაბადებული იხილოს, ყველას ანგარიში გაუსწოროს და როგორც მსაჯულმა ღირსეულთ მათი ღირსებისამებრ მიაგოს მისაგებელი და აგრეთვე დასაჯოს ისინი, ვინც დასჯა და იმსახურა. ამაზე რომ ფიქრობ, შიშით იმსჭვალება ჩემი ნაწევრები და ძალა მიმეხდება. თვალებიდან ცრემლი მდის, ხმა მიწყდება, ბაგეები მეკუმება, ენა მიმძიმდება და ფიქრებიც სწავლობენ დუმილს. ეჰა, როგორ მიმძიმს ამაზე საუბარი ჩვენი სარგებლისათვის და ძრწოლა მაიცულებს დუმილს. ეს გახლდათ შესავალი. ახლა კი კვლავ წიგნებიდან. ერისა კაცი ძესა მას თვისა, კათალიკოსად დაგვიდგინებსო, არსენის ლოცვით ნუ ვიტყვი ძვირსა, ნუმცგან ვიკითხავ ტკბილო იესო. ყოვლა წმინდა იწმინდათა თანა, რჩეულსა ზედა მოიხილებსო, ღირსისა სერგის მეოხებითა აცხოვნენ სული ჩვენი იესო. რომელი გულით გიღებდეს, ნაყოფსაც გამოიღებსო, სიტყვას გისმენდეს, მიგდევდეს მოწყარო ტკბილო იესო. მარხვა კაცისთვის და არა, კაცი მარხვისთვის იქმნესო, გვასწავებ დიდს და პატარას, ბრძენო და ტკბილო იესო. ყოველი ზრუნვა შენს სათვინიერ ამაო ღვაწლი შრომა იქმნესო, უკეთ თუ გეტყვით მოწყარს ღვთისნიერს, აღგვავსებ მადლით ტკბილო იესო. ზარსას ცემს ყოველ სოფელსა, მოსვლა შენი იესო, შობელმან შენმან გვარიდნა, რისხვასა ღვთისა ნიერსო. ხიბლის მიზეზი არც ლოცვა და არც ამარხვა იქმნესო, ქადილი მათით დალტოლვა სიმდაბლისაგან. იესო. ჩემო ძვირფასებო, დღეს იგავის ნაცვლად წაგიკითხავთ ასეთ საინტერესო მოსაზრებას თავარი როლის შემსრულებლისა ფილმიდან კუნძული. ყველას გვექნება ალბათ ნანახი იქ. და ესეთი მომენტია, რომ ეს წმინდა ბერის როლის შემსრულებელი წვება ცაცხედრეში. და აი რას განიცდიდა იმ დროს, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, რას წერს, ეს სიტყვები არის ძალიან საინტერესო. ფილმში კუნძული ცაცხედრეში ვიწექი და საზარელი შეგრძნებაა, 4 კედელი და სახურავი. აღარც სახარება, აღარც ხატები, არაფერი არ არის. რით ვწვევი? რა შევაგროვე ამ ცხოვრებაში? მუსიკის ჩაწერა ვისწავლე, მანქანისტარება ვისწავლე, ტექნიკით სარგებლობა ვიცი, მაგრამ რა არ ვიცი? მიტევება არ ვიცი. განურისხველობა არ ვიცი. ისე გავცე რომ არ დამენანოს არ შემიძლია, ყველაფერი რაც მარადიულობაში გამომადგება, რასაც ხელით ვერ შევეხები, არაფერი გამაჩნია და არც ვიცი. სამაგიეროდ 1000 რამ ვისწავლე უსარგებლო ამ ცხოვრებაში. რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ნაჭრილობებზე შემხმარი კანივით ნელ-ნელა უნდა ავაცალო ჩემ გულს ეს ყველაფერი. უფლისწყალობით დიდი სახლი მაქვს. დავდივარ ოთახებში, მომწონ საძინებელიც მაქვს, კაბინეტიც და ამის დატოვება მომიწევს. მენანება. მუსიკალური ფირფიტების საუკეთესო კოლექცია მაქვს 4000 ცალი. მენანება. მერე კი ვხედავ დროთა განმავლობაში არც თუ ძალიან მენანება. სიხარულით ვამჩნევ საკუთარ თავში ეგრეთ წოდებული კანის აცლის პროცესს.
აი რაზე ღირს დარჩენილი სიცოცხლის დახარჯვა მარადიულობისთვის მზადებაზე. გვამცნობს ამ როლის შემსრულებელი პეტრე ამონოვი. და გადაცემას ჩემო ძვირფასებო დავამთავრებ კვლავ ლექსათქმული სახარებით. სიფხიძლე და გვიძარება ღმერთთან ყოფნით ნეტარება. ვისაც ეს არ ედარდება, უფალი არ ენატრება. რომ იხილოს ვინცა შექმნა, თიხა იყავ მხოლოდ ეს თქვა, სიტყვა მისი აღესრულა, შთაბერავდა თიხას სულსაც. რომ პირველად ჩააბარა, ხეცი, თევზი, ბუჩქის ღეროც, ანდერძად კი დაუბარა, გიყვარდე და იმრავლეო. არაც უხებს, რადგან მტერმა როგორც მაშინ დაუბნელა ცოდვისაქმნილი თვალის სულის და წაართვა სიხარული, სიხარული ღვთისა ხილვის, ძრწოლაში გადაიზარდა, შემხედვარე მისი სხივის დარცხვენილი დაიმალა. დღესაც ასე იმალება მტერი კი აგრძელებს ხარხარს, მამის ხმა არ ედარდება, ადამ შვილო მითხარ, სად ხარ? ამ ტკივილზე საუბრისას მიმოავლო ყველას თვალი, ბრიყვთა და ბრძენთა ქალწულთა ქრისტემ მიუთხრა იგავი. რად უწოდა ბრძენი ერთსა, ასულს მეორესა ბრიყვი, ერთი ცელმის ღამით, მხსნელსა და მეორეც ვინმე იტყვის. კი, ორივე მოელოდა და ორივეს დაეძინა, მაგრამ სული იმის ცხონდა, ვინც ამ არად იყო ფხიზლად. სიფხიზლე კი დაფიქსირდა სიტყვის თქმის და საქმის ქმნისას, ცხოვრება არ გაუჭირდა სიყვარულით ძმის და ღმრთისა. ამ გრძნობით კი მარად ენთო სულში რწმენისა ლამპარი, ვინც უყვარდა მასთან ეგოს სიცხე იყო თუ ზამთარი, ქორწილისა ზეციური არ დაეხშო მას ჭიშკარი, ესმის გალობა ღმთიური, ხედავს სიძეს თუ ვინ არის. სულის ამგვარი განწყობა ბრიყვისთვისა არ ზედმეტი, კარი თვალწინ დაეხშობა დაუშრტება ლამპარს ზეთი, რას ამეტყვით? ბრძესა ქალწულს, ზეთი აღუდგინოს ძალუს, შეალია რასაც წლები უნაწილოს, ვერას ხვდები? თუ კი მაშინ არა სურდა, მოთმინება, შრომა, გარჯა, რით უშველოს ბრძენმა სულმა თავად თუ არ გაისარჯა. აი ახლა არსა გვიან, კარს მომდგარა ჟამი ბოლო, ამას იზღა დარჩენია, შეეგუოს ხვედრსა მხოლოდ. ჟამი ზეთის მოვაჭრების, აღარ დარჩა წამიც ერთი, მარხულობდა, ლოცულობდა, არ უყვარდა ძმა და ღმერთი. იყო ასე უსულგულოდ აწვერუხსნის პირსაც დანა, იყო სულ უსიყვარულოდ წრფელად არც კი შეინანა. აღსარება გავდა მისი განკითხვას შემცოდე ძმისა, ამისთვისა შურდა სხვისი განწმენდას კი ვერ ეღირსა. არ ახსოვდა, არად თვლიდა მოწყალება რომ არ ზეთი, გლოცავდეთ იოაკიმეს, მართალ ანას დიდი ღმერთი. დავითარცა გაიხარეს თვის ძვირფასი პირბშოს ხილვით, იხარებდით დედაც, მამაც, შვილიცა და შვილიშვილიც. მზად რომ ვიყოთ სიყვარულით, გვიხაროდეს ყოფნა ერთად, ლამპრით ხელში სიხარულით, შევღაღადოთ ღმერთსა ერთხმად. შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, გმადლობთ კეთილ ბოროტ დღისთვის, ორივე რომ გვარგებს სულელთ, ბრძენთა ბრძენო უკეთ იცი. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.